გაგზელება იქნება, თუმცა ჯერ არ არის სრული, მაგრამ გასაგები და ნათელია. საარჩევნო შედეგი მტკივნეულია, მაგრამ ერთმნიშვნელოვანია. მმართველობის პასუხისგებლობა და შესაძლებლობა ჩვენ არ მოგცეს. მოგებულ პარტიას უოცავ. უნგრეთის ოპოზიციის ლიდერმა პეტერ მადიარმა უკვე გამოაცხადა თავისი გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში. და ის ხმები, რომლებიც უკვე დათვლილია, აჩვენებს, რომ ოპოზიციური პარტია ტისა მართლაც იღებს კონსტიტუციურ უმრავლესობას უნგრეთის პარლამენტში. კერძოდ კი 135 ხმას. თუმცა ხაზგასმით აღნიშნავ, ყველა ხმა ჯერ კიდევ არ არის დათვლილი. ამავე დროს ამ წუთებში ბუდაპეშტში მასშტაბური პროტესტები დაიწყო ოფიციალური შედეგების გამოცხადების მოლოდინში. მაშინვე აღნიშნავ, რომ სწორედ პარტია ტისას მხარდამჭერები აპროტესტებენ და უფრო მეტიც, ამ გამარჯვებას ზეიმობენ, რადგან დღეს უნგრეთში ასევე დაფიქსირდა რეკორდული აქტივობა. კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე უნგრეთის პოსტკომუნისტურ ისტორიაში ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. თითქმის 68%-მა მოქალაქეებმა საარჩევნო უბნებზე მივიდნენ. პრორუსმა პოლიტიკოსმა ვიქტორ ორბანმა, რომელიც ხელისუფლებაში 16 წელია და მეხუთე ზედიზედ გამარჯვებას ცდილობდა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდაჭერა მიიღო, მაგრამ ეს გამარჯვებაში არ დაეხმარა. ამავე დროს უნდა გვესმოდეს, რომ უნგრეთში უსამართლო და ძალიან რთული საარჩევნო სისტემის გამო შედეგი შეიძლება ბოლო მომენტში შეიცვალოს, მიუხედავად ხმების დიდი სხვაობის. ეხლა ამას გავარკვეთ, აგიხსნით, რაში შეიძლება იყოს იქ ხრიკი. გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ თუნდაც გამარჯვებული პეტერ მადიარი გახდეს ახალი პრემიერ-მინისტრი, ორბანმა ქვეყანაში ისეთი ხელისუფლების სისტემა ააგო, რომ ახალ პრემიერ-მინისტრს ძალიან გაუჭირდება სწრაფად განახორციელოს ყველა დაპირებული რეფორმა. მე მქვია ალექსეი პიჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ, გამოიწერეთ ეს არხი, მოიწონეთ ეს გამოშვება და დაწერეთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი. და მეგობრებო, თუ ეს გამოშვება თქვენთვის საინტერესო და სასარგებლო იქნება, გთხოვთ მხარი დაუჭიროთ ამ YouTube არხის მუშაობას თქვენი შემოწირულობით, ან სპონსორობით YouTube-ზე, ან ფასიანი გამოწერით. ყველა ბლული და რეკვიზიტი თუ როგორ გააკეთოთ ეს, მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. ან გადადით თქვენს ეკრანებზე არსებულ QR კოდით პლატფორმა Buy Me a Coffee-ზე. ეს ყველაზე მარტივი გზა ამ არხის მუშაობის მხარდასაჭერად. ამისთვის მადლიერი ვიქნები. და გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pichi News. ბული მასზეც მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. იქ ჩვენ ვაქვეყნებთ ოპერატიულ სიახლეებს მათი მიღებისთანავე. მოკლედ, უნგრეთის ოპოზიციური პარტიის ტისა ლიდერმა პეტერ მადიარმა უკვე გამოაცხადა თავისი პარტიის გამარჯვება, მიუხედავად იმისა, რომ ხმების დათვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. პეტერ მადიარმა უკვე განაცხადა, რომ ვიქტორ ორბანმა პირადად მიულოცა მას ამ არჩევნებში გამარჯვება. და უკვე დათვლილია უნგრეთში ბიულეტენების 50%-ზე მეტი. და ამ რაოდენობის მონაცემებით პარტია ტისა იღებს კონსტიტუციურ უმრავლესობას უნგრეთის პარლამენტში. ანუ 135 მანდატს. ეხლა ყველაფერს ძალიან დეტალურად განვიხილავთ. გავიმეორებ, რომ კანონით კენჭისხრის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება მხოლოდ 18 აპრილამდე. თუმცა შედეგი, რა თქმა უნდა, ბევრად ადრე იქნება ცნობილი. მაშინვე, როგორც კი უნგრეთში საარჩევნო უბლები დაიხურა, გამოქვეყნდა ორი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, რომლებიც უშუალოდ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების წინ ჩატარდა. და ორივე პროგნოზირებს პეტერ მადიარის ოპოზიციური პარტიის ტისას გამარჯვებას. მედიანის გამოკითხვის მიხედვით ტისა მიიღებს მინიმუმ 57%-ს, რაც პარლამენტში 135 მანდატს ნიშნავს. ამ ეტაპზე ეს ემთხვევა. თუ ასე გაგრძელდება, ეს იქნება გარდატეხა, შეიძლება ითქვას გადატრიალება უნგრეთის პოლიტიკაში, რადგან ოპოზიცია მიიღებს ხმების 2/3-ს, ანუ კონსტიტუციურ უმრავლესობას პარლამენტში. და ამით თავად შეძლებს დამოუკიდებლად მიიღოს უმრავლესობა გადაწყვეტილებების. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დანიშნოს თავისი პრემიერ-მინისტრი, სწორედ პეტერ მადიარი. ხოლო ორბანი გადავა მკაცრ ოპოზიციაში, მაგრამ ამავე დროს TVN Research Center-ის გამოკითხვის მიხედვით მადიარი მიიღებს 45%-ს და 132 ადგილს პარლამენტში, რაც უკვე ერთით ნაკლებია, ვიდრე 2/3 პარლამენტში. ეს კი ცუდია. ორბანის პარტია ფიდეს გამოკითხვები აძლევს 38%-ს. აღნიშნავ, რომ ტისას პარტიის შტაბი პირდაპირ უნგრეთის პარლამენტის მოპირდაპირედ მდებარეობს ბუდაპეშტში. ვინც ბუდაპეშტში ყოფილა, კარგად იცის, სად მდებარეობს ეს ადგილი.
სწორედ იქ დღეს საღამოს ერთდროულად შეიკრიბნენ ორბანის მოწინააღმდეგეთა და ტისას პარტიის მხარდამჭერთა დიდი მიტინგები. და თავისი მხარდამჭერების ხმაურიანი აპლოდისმენტების ფონზე ქუჩებში პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ტისა ფრთხილი ოპტიმიზმით აფასებს არჩევნების შედეგებს, მაგრამ ობიერებს, რომ მან გაიმარჯვა. მან თქვა, რომ ამომრჩეველთა აქტივობა უკიდურესად მაღალი იყო, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით 6 მილიონმა ადამიანმა მისცა ხმა. ეს აჩვენებს, რომ უნგრელები აცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს არჩევნები. აღნიშნავ, რომ ძირითადად პეტერ მადიარს ახალგაზრდება მისცეს ხმა. და სწორედ ამ ახალგაზრდობამ უზრუნველყო ასეთი მაღალი აქტივობა არჩევნებზე. მადიარმა ყურადღება გაამახვილა არათანაბარ პირობებზე არჩევნებზე, რომლებიც პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა შექმნა თავისი 16 წლიანი მმართველობის განმავლობაში. მადიარმა მადლობა გადაუხადა დამოუკიდებელ დამკვირვებლებს, რომლებმაც მოხალისეობრივად აიღეს არჩევნების მონიტორინგის ვალდებულება. ასეთი დამკვირვებლები ტისას პარტიიდან ყურადღება მიაქციეთ, ოფიციალურად დაახლოებით 20,000 ადამიანი იყო რეგისტრირებული. რაც კიდევ მნიშვნელოვანია, საპარლამენტო არჩევნებზე დღეს დაფიქსირდა ამ ქვეყნის პოსტკომუნისტური ისტორიის განმავლობაში ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა. ეროვნული საარჩევნო კომისიის მონაცემებით ადგილობრივი დროით 18:30 საათისთვის უშუალოდ საარჩევნო უბნების დახურვამდე არჩევნებში მონაწილეობა მიიღო თითქმის ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა 68%-მა. ბუდაპეშტში და ზოგიერთ დიდ ქალაქში ამომრჩეველთა აქტივობამ 80%-საც კი გადააჭარბა. და აქ საინტერესო მომენტია, რადგან სწორედ ქალაქებში ძირითადად აძლევდნენ ხმას მადიარს. ხოლო ვიქტორ ორბანის ძირითადი ელექტორატი პატარა ქალაქები და სოფლებია. მიუხედავად განცხადებისა, რომ იყო ფალსიფიკაციები, უნგრეთის პრეზიდენტმა ტამას შულეკმა განაცხადა, რომ არჩევნები წარმატებით ჩატარდა და რომ რეკორდულად მაღალი აქტივობა ნიშნავს, რომ გამარჯვებული მიიღებს ლეგიტიმურ მანდატს. და ვიქტორ ორბანი თუნდაც ძალიან უნდოდეს, ვერ შეძლებს პეტერ მადიარის გამარჯვების გაპროტესტებას. იმიტომ რომ 68% ამომრჩევლებისა მოვიდა და მისცა თავისი ხმა. მაგრამ აქ უნდა გვახსოვდეს, რომ უნგრეთში ძალიან რთული და ეშმაკურად მოწყობილი საარჩევნო სისტემა მოქმედებს, რომელიც შეიძლება არ მისცეს გამარჯვებულს თავისი რეფორმების განხორციელების საშუალება. და თითქოს გამარჯვება უკვე მიღწეულია, თითქოს უკვე ჯიბეშია, მაგრამ ვიმეორებ ამ მომენტისთვის მხოლოდ 50% ხმებისა დათვლილი. შემდეგ ზალაში შედის სწორედ ის ჩახლართული საარჩევნო სისტემა, რომელიც ვიქტორ ორბანმა ააგო. და ახლა სწორედ ამაზე ვისაუბრებთ თქვენთან ერთად. უნგრეთის პარლამენტი, რომელიც ცნობილია როგორც ეროვნული კრება, შედგება 199 ადგილისგან, 199 დეპუტატი. პარლამენტში ადგილების განაწილება ხდება ორი სხვადასხვა გზით. 106 ადამიანი აირჩევა. ერთმანდატიან ოლქებში, სადაც თითოეული საარჩევნო ოლქი ირჩევს ერთ კანდიდატს. ანუ 106 ოლქია, თითოეულში აირჩიეს თითო და აი თქვენ გაქვთ 106 დეპუტატი. იგებს ის, ვინც თავის ოლქში ყველაზე მეტ ხმას მიიღებს. თუნდაც მის მიერ მიღებული ხმების წილი 50%-ზე ნაკლები იყოს. არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია რომ მეც მიიღოს ვიდრე ოპონენტმა. ანუ პარლამენტის დიდი ნაწილი მაჟორიტარები არიან. უკრაინაში კარგად ესმით, რას ნიშნავს ეს. მაგრამ და ყველაფერი ცოტა რთულდება. დარჩენილი 93 ადგილი პარლამენტში ნაწილდება ეროვნული პარტიული სიების მიხედვით კენჭისყრის გზით. საერთო ჯამში ეს ადგილები ნაწილდება თითოეული პარტიისთვის მიცემული ხმების პროპორციულად. თუ მაგალითად პარტია იღებს, თქვათ, 50%-ს ან 47%-ს, აი მაგალითად პარტია ტისა ხმების 47%-ს იღებს. ანუ ისინი ხმების 47%-ს იღებენ. შესაბამისად, სწორედ ამ 93 ადგილიდან 47%-ს მიიღებენ. ეს მნიშვნელოვანი მომენტია, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ. თუმცა რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული დათქმები, რომლებიც ვიქტორ ორბანმა სპეციალურად შემოიტანა, რათა ამომრჩეველი დაებნია. და ამ გზით, ასე ვთქვათ, ძალიან ჰიბრიდული და კანონიერი გზით შედეგების გაყალბება ხდება. იმისათვის, რომ რომელიმე პარტიამ 93 ადგილიდან რომელიმეზე პრეტენზია განაცხადოს, მას უნდა მიიღოს არანაკლებ 5% ხმების. ეს არის საარჩევნო ბარიერი. ასეთი სისტემა მოქმედებს მაგალითად უკრაინაშიც. არაფერია უჩვეულო. მაგრამ აქ იწყება ყველაზე საინტერესო. უნგრეთში არსებობს კიდევ ეგრეთ წოდებულ ზედმეტი ხმები. ბონუს ხმები. რა არის ეს? გახსოვთ ერთმანდატიან ოლქებში კენჭისყრა. აი ესეა. იმ ხმების ნაწილი, რომელიც გამარჯვებულმა მიიღო ოლქში, ავტომატურად გადაეცემა იმ პარტიას, რომელსაც ის წარმოადგენდა. და ასე, თუ ორბანის პარტია მაგალითად იღებს 38% ხმებს,
მაგრამ მას ყავს ძალიან ბევრი მაჟორიტარი, რომლებმაც თავიანთ ოლქებში 50%-ზე მეტი ხმა მიიღეს, ორბანის პარტიას შეუძლიათ ამ ზედმეტი ხმების დამატება. ანუ ბოლოს შეიძლება ცოტა გადაანგარიშონ შედეგები და თქვან, მოусმინეთ, ერთმანდატიან ოლქებში ძალიან ბევრმა ადამიანმა მისცა ხმა ჩვენს წარმომადგენლებს. ამიტომ ცოტა ბონუსად უნდა დაგვემატოს ეს ზედმეტი ხმები. თუ უკვე აგერიეთ, გეტყვით, რომ ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის. სიტუაციის კიდევ უფრო გასართულებლად უნგრეთის მოქალაქეებს, რომლებიც მიეკუთვნებიან ერთ-ერთ 13 ოფიციალურად აღიარებულ ეთნიკურ უმცირესობას, როგორიცაა ბოშები, სლოვაკები, გერმანელები და ასე შემდეგ, შეუძლიათ უარი თქვან ეროვნული პარტიული სიის მიხედვით ხმის მიცემაზე და ამის ნაცვლად მისცენ ხმა ამ უმცირესობების ეროვნული სიის ცალკეულ კანდიდატს. და ეს ყველაფერი არ არის. თუ უნგრეთის მოქალაქეს აქვს რეგისტრაცია, ანუ რომელიმე მისამართია რეგისტრირებული, მას არჩევნებზე 2 ბიულეტენი ეძლევა. ერთი პარტიისთვის, მეორე ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქისთვის. ხოლო გერმანელების შემთხვევაში, რომლებიც უნგრეთში რეგისტრირებულ მისამართზე არიან, შეუძლიათ მხოლოდ ეროვნული პარტიული სიების მიხედვით მისცენ ხმა. და სწორედ ეს მთელი არეულობა ყოველთვის ეხმარებოდა ვიქტორ ორბანის პარტიას, რომ უმრავლესობა აეღოთ. მაშინაც კი, როცა პარტიულ კენჭისხლში თითქოს არ ყოფნიდათ ხმები. ზუსტად ამ მიზეზით მე ჯერ არ ვიჩქარებდი არჩევნების შედეგების გამოცხადებას. ანუ აშკარაა, რომ თისას პარტია ირებს უმრავლესობას, მაგრამ როგორი იქნება ეს უმრავლესობა, ეს ჯერ კიდევ ღია კითხვაა. იცით, ვიქტორ ორბანის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მისი საარჩევნო წარმატების მნიშვნელოვანი ნაწილი ყოველთვის ეფუძნებოდა სავარაუდო გარე მტრების ძიებას. ყოველი საარჩევნო ციკლი ახალ გარე საფრთხეს უკავშირდებოდა. თავდაპირველად ვიქტორ ორბანი გამოდიოდა სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც მისი თქმით სოროსის მიერ ფინანსდებოდა, რომელიც იცით თავადაც რომელი ეროვნებისა. შემდეგ ვიქტორ ორბანი გამოვიდა ლიბერალური ინსტიტუტების წინააღმდეგ, რომლებიც თითქოს ბრიუსელიდან უნგრეთში რაღაც იდეებს თავს ახვევდნენ, ხოლო ის იცავდა ქვეყნის ეროვნულ, უпростоრად კი ნაციონალისტურ სუვერენიტეტს. შემდეგ პრობლემად იქცნენ მიგრანტები. ის ამბობს: "აი ჩვენ ვიბრძვით მიგრანტების წინააღმდეგ." და ეს იყო წინა საარჩევნო კამპანიის იდეა. შემდეგ ვიქტორ ორბანმა თავისი კამპანია LGBT+ მოძრაობის წინააღმდეგ გააგო. აღმოჩნდა, რომ LGBT ყველაზე დიდი ბოროტებაა, ამიტომ მთელი კამპანია ამ ტრადიციულ ღირებულებებსა და ასე შემდეგ გარშემო აშენდა. ხოლო წელს მთავარი მოწინააღმდეგე უკრაინა და ვლადიმირ ზელენსკია, რომელიც თითქოს უნგრელების რუსებთან ომში ჩათრევას ცდილობდა. პეტრ მადიარის ისტორია, რომელიც ახლა შეიძლება უნგრეთის ახალ პრემიერ-მინისტრად გახდეს, ასევე საინტერესოა. თუ გამოგჩათ, ოპოზიციური პარტია TISA-ს ლიდერი პეტერ მადიარი ვიქტორ ორბანის მხარდამჭერი იყო და ის მისი პარტიისა და გუნდის წევრიც კი გახდა. რადგან ორბანი ოდესღაც საკუთარ თავს ლიბერალურ ანტიკომუნისტად წარმოაჩენდა. მადიარი ორბანის პარტიიდან ხმაურიანი სკანდალების ფონზე გამოვიდა, რომელთა ნაწილი თავადვე წამოიწყო, რადგან ორბანის გუნდის შიგნით იყო. გახსენებთ, რომ გასულ წელს ორბანის მთავრობა საზოგადოებრივი აღშფოთების წინაშე აღმოჩნდა, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ იმ დროის უნგრეთის პრეზიდენტმა კატალინ ნოვაკმა შეიწყალა ყოფილი ჩინოვნიკი, რომელიც არასრულწლოვან ბიჭებზე ბავშვთა სახლში ძალადობის შემთხვევების დაფარვაში დახმარებისთვის იყო მსჯავრდებული. ის ამას ფარავდა, მაგრამ თითქოს რა კავშირი აქვს ამ ისტორიას პეტერ მადიართან? მოусმინეთ გაგრძელებას. იუდით ვარგა, რომელიც იმ დროს ვიქტორ ორბანის მთავრობაში იუსტიციის მინისტრის პოსტს იკავებდა. ასევე მონაწილეობდა ამ შეწყალებაში. ჩინოვნიკები, რომლებიც სავარაუდოდ ძალადობდნენ ბიჭებზე ბავშვთა სახლში. და ორივე ქალმა საბოლოოდ გადადგა, ხოლო ვიქტორ ორბანმა უბრალოდ თავი ისე მოაჩვენა, თითქოს არაფერი უნახავს და არაფერი იცის. აქ კი საქმე კიდევ უფრო საინტერესო ხდება, რადგან სწორედ ეს იუდით ვარგა იყო დაქორწინებული პეტერ მადიარზე. ეს მისი ყოფილი ცოლი. შედეგად მადიარმა საჯაროდ დაიწყო ორბანის გუნდის მუშაობის საიდუმლოებების მოყოლა, რადგან თავადაც ამ გუნდში იყო, მისი ცოლიც ამ გუნდში იყო. მან განაცხადა, რომ რამდენიმე ოჯახი ფლობს ქვეყნის ნახევარს. კორუფციასთან ბრძოლა გახდა მადიარის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი თემა. მან განაცხადა, რომ ორბანი ფარისეველია, რომელიც მხოლოდ თავის თავს წარმოაჩენს ბრიუსელის ლიბერალური იდეოლოგიისგან ეროვნული სუვერენიტეტის დამცველად. დიახ, სინამდვილეში მადიარი ამტკიცებს, რომ ეს ნიღაბი უბრალოდ დაეხმარა ორბანს უზარმაზარი ქონების დაგროვებაში. სანამ გაბრუებული ამომრჩევლები ვერ ხვდებოდნენ, რა ხდებოდა?
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ არის ის, რომ მადიარი თავის საარჩევნო კამპანიას უნგრეთის შიდა ყოველდღიური პრობლემების განხილვაზე აგებდა. იქ იყო როგორც ეკონომიკის სტაგნაცია, ასევე ჯანდაცვის ცუდი მდგომარეობა. იმ დროს, როცა ვიქტორ ორბანი ძირითადად საგარეო პოლიტიკის საკითხებზე აგებდა თავის კამპანიას, მადიარმა პრაქტიკულად არაფერი თქვა თავისი პოზიციის შესახებ რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომის შესახებ, ან უნგრეთის ურთიერთობებზე ევროპის კავშირთან. საერთოდ ოპოზიციური პარტია, ტისას პარტია აშკარად ლიდერობს პროცენტული მაჩვენებლით, მაგრამ კითხვა ისაა, როგორი იქნება ეს გამარჯვება. იმ შემთხვევაში, თუ ტისას პარტია ხმების პროცენტული დათვლის შედეგად ვერ მოიპოვებს პარლამენტში 2/3 ადგილს, ორბანის პარტიას შეუძლია კოალიციაში შევიდეს კიდევ უფრო მემარჯვენე რადიკალ პოლიტიკოსებთან. იმისთვის, რომ მადიარს უბრალოდ არ მისცენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრობა, და მაშინ ცუდი იქნება, რადგან ყველა ის დაპირება, რომელიც ტისას პარტია მადიარის ხელმძღვანელობით გააჟღერა, თქვათ ასე, ისინი უბრალოდ სიტყვებად დარჩება, რადგან ორბანი არ მისცემს მათ განხორციელების საშუალებას კოალიციის გამო პარლამენტში, რადგან პრემიერ-მინისტრი მადიარი არ იქნება. ამ წუთისთვის ცნობილია, რომ ვიქტორ ორბანმა ოფიციალურად აღიარა დამარცხება და ახლა მის ციტატას მოგიყვანთ. არჩევნების შედეგები მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო არ არის, გასაგები და ნათელია. ქვეყნის მართვის პასუხისგებლობა და შესაძლებლობა ჩვენ არ მიგვირია. მე მიულოცე გამარჯვებულ პარტიას. ხო და ორბანმა აღიარა დამარცხება, ტისას პარტია იმარჯვებს, ეხლა დავაგვირდებით პირველ განცხადებებს. პეტერ მადიარზე ჩვენთვის, როგორც უკრაინელებისთვის, რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარია გავიგოთ, როგორი იქნება მისი პოზიცია უკრაინის მიმართ, ევროინტეგრაციის მიმართ. დაუჭერს თუ არა მხარს უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რადგან კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, განცხადებები იყო, მაგრამ ისინი ძალიან ბუნდოვანი იყო. აი ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ის ორბანის მსგავსი იქნება. აშკარად არ იქნება პრორუსული ფიგურა, მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც თავად განაცხადა, პირველ რიგში უნგრელების ინტერესებს დაიცავს, რაც სხვათა შორის მისასალმებელი. აქ მრავალ წერტილს დავშავთ, თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწევეთ, ამ გამოშვების ქვეშ გამოიწერეთ არხი, დააცკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყოთ ლაიქის დაჭერა. და მეგობრებო, თუ ეს გამოშვება თქვენთვის საინტერესო და სასარგებლო იყო, მადლობელი ვიქნები თქვენი მხარდაჭერისთვის, რადგან სწორედ თქვენი მხარდაჭერით არსებობს ეს YouTube არხი. შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ დონატის, ფასიანი გამოწერის ან სპონსორობის საშუალებით YouTube-ზე. ვიდეოს ქვეშ შეგიძლიათ დააცკაპუნოთ ღილაკზე სპონსორობა და გახდეთ ამ არხის სპონსორი. ან გადადით თქვენს ეკრანებზე არსებულ QR კოდზე, ან ვიდეოს აღწერაში ნახავთ ყველა ბულსა და რეკვიზიტს, თუ როგორ შეგიძლიათ დაუჭიროთ მხარი არხს ალექსეი პეჩი. ეს ყველაფერი იყო იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას ნახვამდის.